მომეცით რა. ბატონო? მომეცით. რა მოგცეთ დღეს? რა მნიშვნელობა აქვს მომეცით დღეს? ნებისმიერი რამ მომეცით. ბატონო. ჩეკი მინდა. სწრაფად, ბეჭხარება. არაფერში რომ ბედი არ მაქვს რა. არაფერში მე ბედი არ მაქვს. რა გაჩხუბე? არაფერში რასპიერა მაქვს. რა მოგე? მე არ მაქვს, მე ბედი. ბედი არ მაქვს არაფერში. რა მე გუში რასე ჩეკი რომ მომწეს. მოვიგე 50000. ლარი, ხო? 10000 მაკლია ბინის საყიდლად. დღეს თელი დღე დავდივარ ყიდულობ რაღაცებს ხო ვერ მოვიგე და ვერ მოვიგე. ბედი მაგა. ბედი არ მქონია საერთოდ. ასე უიღო დაიბადები. საერთოდ რა. ასე უიღო, უბედური. 50000-ზე მეტი ვერ მოიგეთ. ხო, რა უბედური კაცი ხარ, რა უბედური კაცი. ბავშვები და უბედური. ამას ავიღებ ჩიფსებს. გამარჯობა გენაცვალე, აი ეს. გულიაგეთ, აი ჩიფს ავიღებ რა. ჩიფს ავიღებ. ჩეკი გნებავთ? არა, როგორც გინდა, ჩემ სულ ერთია ჩეკი. არა, მაინც უნდა იმასთან და. პრობლემა არა, თქვენ მე პრობლემა არა მაქვს, თქვენ თუ გინდა. თქვენ გინდა თუ იმას არ უნდა? ჩეკი, თუ გინდა. აი იყოს რავი, როგორც გინდა, მომეცით. არ არის პრობლემა, მომეცით. უნდა. ჩაკი ხახურა. სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ? ისე ვერ მოვიგე, წავაგე დამპიტაური. ესა, ვასო წყალი ხო არ გინდა წყალს ხო? წყალი, ვაიმე დედა, ვაიმე. პიტაური. სულ გააგიჟეს ეს ხალხი რა, სულ გააგიჟეს. გვერდის მაღაზია ქონდა, თავის მაღაზია მსაცოდად. აი შემოსასვლელში რომ მაღაზია, იყო ამის მაღაზია და ეს რეკლამა რომ მოიგონეს რაღაცა ჩეკების ისა გათამაშება, ხო? რეკლამას რო უყურამ საცოდავმა მთელი თავის მაღაზია გაყიდა, ყველაფერი. იყიდა. დააკეტა და თვითონ იყიდა, თავის თავზე. თვითონ იყიდა, ყველაფერს საერთოდ ჩეკი ამოვარტყა, ვერ მოიგო, დარბის ასე გაგიჟებული ვიყიდავ და ახლა ყემის მაღაზიაში ვიყიდი მე რა. აღარა, კაცო, აღარ მაღაზია არაფერი. კაცო, ვიყიდი მე, კაც რაღაცა. აი, მოდის. უთხარი წყალი დალიოს, რა წყალს ოსვამს ცოტა ულის ქონა. დამეხმარე ბიძია. გადი გარეთ. მომეხურდა მომეცი. გადი ეხმა გარეთ და ცოტა უძახებ, გადი. დამეხმარე რა იქნება ცოტა მომეცი. გადი გარეთ მეც კი გითხარი ახლა უყურე ამას. რა ხურდა მოგცე, გადი ახედან. არ დამეხმარე. არ გეხმარები, არა, წადი ახლა აქედან. რა ხო გითხარი, შემოდი ხარ შიგნით. 21 და სანთებელა მომეცი. სანთებელა, წადი. ჩეკი. წადი კაცო, წადი, ჩეკი არა ისა, წადი, რა გინდა ჩეკი? ჩეკს არ. წადი, რა გინდა ჩეკი, წადი, მოუკიდე რაღაცას, წადი, შეწყლი დაანთე, წადი. 500 ლარი მაინც მომეცი ვიზი. რა 500 ლარი მოგცე, გაჩარზე ხო არა ხარ, წადი აქედან. ესა. წადი აქედან. საგადასახადო ინსპექციიდან ვარ და 500 ლარი ჯარიმა არის თქვენზე და. ისა ჯუბაჩოვსი რომ მოგცე თქიფანი. აი ამას დიდი ჯუბაჩოვს მოგცემ. არ მინდა ორი ცალი დიდი ჩუბაჩოვსი რა. ეს ადამიანახია მე ვითომ შეცადე. ჩეკები ამოვიღე, აი ჩეკი, ერთი ჩეკი, ორი ჩეკი, სამი ჩეკი, აი ჩეკი. გასტრონომი მუშაობს კიდე. ის გასტრონომი. იმან გაყიდა ყველაფერი, მაგის გვერდით არის მაღაზია. ბიძია და არა მაქვს 500 ლარი, კაცო, არა მაქვს. დაიმეტი. გამარჯობა. ეს მინდა ყავა თუ შეიძლება. აი ალბათ. მადლობთ. დიახ. ჩეკი დაიგეთ რა, დაგავიწყდათ ჩეკი. არ მიგაქვთ? ჩეკი დაგავიწყდათ. არასი. ჩეკი დაგავიწყდათ, ჩეკი. თქვენ? აცი თქვენ მოიგეთ 10000 ლარი. რაღაცას მეძახით, დაგავიწყდათ რაღაცაო? გავიგე. რაღაც დაგავიწყდათ, გავიგე თქვენ მეძახით. ხო, რაღაც დაგავიწყდათ. რა დამავე. რა იყიდეთ თქვენ? ყავა? ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო აქცია. ყავას თუ შეიძლება ჩუქრით
რასაც გინდათ. აი დღესასწაულის საჩუქრად გადმოგეცემათ, აი ეს დღესასწაული ეს დაგავიწყდათ. რო იყიდით. ხო, ყავას რო იყიდით დღეს ყავას, თუ იყიდით დღესასწაულის ჩუქრით. აი მე ძალიან დიდი მადლობა რა კაია. კიდე მოვალ აუცილებლად. 1000 ლარად არის გადასწავლეთ დღესასწაული ახლა ეგ. საღამო მშვიდობისა. ჩეკი რატო შემომაპარეთ გენაცვალე? რა ჩეკი შემოგაპარეთ? ამიხსენეთ ერთი ორი პური რო ვიყიდე დღეს დილით ჩეკი რატო შემომაპარეთ? პური ხო წაიღეთ? წავიღე. ჩეკი ხო მოგეცით? ხო, მაგრამ რატო ვერ მოვიგე? რატო უნდა? ხო თქვით მომგებიანიაო და რატო ვერ მოვიგე? მომგებიანი არის კალბატონო, მაგრამ ხან იგებთ, ხან ვერ იგებთ. ერთი წუთით აი ეს აიღეთ და ავიღებ აი ამას. აი ახლა დაველოდები მოგებას. მოიცადეთ ეს ამს. აი ხურდა გამომართვით. გათახსირებულებო. აი ეს ახალი ჩეკი კალბატონო. რატო არ გათახსირებული? ერთი წუთით კაცო ვისახარ ერთი წუთით. ეს 7 ეგ სახში ჩეკი ძლევთ კალბატონო, გააკეთოთ. სამწუხაროდ თქვენ ვერ მოიგეთ რა არის კაცო ვინა ხარ თქვენ? აბა იგებთო ვერ მოვიგე კიდე მეორე ხარ ხო არა ხო გითხარით ხან მოიგებთ ხან ვერ მოიგებთ ხან იგებთ ხან ვერ იგებთ ხან თუ ვერ მოვიგე დაუშვათ პირველზე ხან ხო უნდა მომეგო ეხლა ეხლა მომისმინეთ თქვენ კალბატონო ეხლა რა ხდება იცით მე აგიხსნით თქვენ რა თქვენ ეთყობა დაიბენით ახლა რა შაბნეულ ეხლა ვიაგიხსნით ესე რა ხდება ხან იგებთ ხან ვერ იგებთ წინადება ხო გაიგეთ კარგად ესე იგი ხან იგებთ ხან ვერ იგებთ ხან და ხანო გავაბათილობთ რას ბათილდება ხან მოაშორეთ იგებთ ვერ იგებთ დიახ იგებთ ესეც გაბათილდა და ვერ კალბატონო ძელი კარგია თქვენ ახლა ეთყობათ თული წინადება იყო ხო გასაგებია აბა ვერ გავიგე მათხოვარი ხარ შენ მისახარ გამომართვიეთ ეს კიდერით დაძირალა შენ მიმზადი კალბატონო აქედა რა ის არაკია ეხა უყურე ამას მოიგებს და ისა მოდი ხარ ვიღაცა ბრალი გათახსირებული მოიგებს თურმე ახლა ამას ის მოუნდა ძალიან სამდომიანი კალბატონი იყო გამარჯობა. გამყიდველი თქვენ ბრძანდებით? მე ვარ მაღაზიაში გამყიდველი და მოღალატე და ეს რა ქვია უბედურის ერთი არა. გამყიდველი თქვენ ახართ ეს და იგი. მობძანდი, დიახ. იყიდება პროდუქტები. ვინაც ღიდის. ჩუბაჩუბსიდის. რა გინდა, განაცალე მითხარი კაცო, რა გინდა? მომეცით ერთი ბოთლერ ჯორჯია არაყი. არაყი გინებავთ? ერთი ბოთლი არაყი. რომელი არაყი გინებავთ? კარგი. ჩეკი გინებავთ? ჩეკი? ჩეკი გინდათ? მეცაკე ჩემი ჩეკი უნდა გავატარო. ჩემი გამყიდველი ძაქარი ჩეკი მინერალური წყალი გაქვთ ჯორჯიან ვოთერ მინერალური წყალი რა ღირს მინერალური წყალი ლარი და 40 ლარი და 40 მაცივრის გინდათ მაცივაში მოიცა ლარი და 40 რატო ასე ძვირი გაძვირდა ტარიფი მომწოდებელმა გაგვიძვირა ტარიფი ჩვენ არ გაგვიძვირებია კაცო ძვირი რა ტარიფი ხო ტარიფი ვასკი ტარიფი ვასკი ტარიფი ერთი წუთით ჯეკი ჩანი ნუ არ გინდა დარაყიც რა? თქვენ მოიგებთ 50,000? აიმე. რა ასამბობ, თქვენ უმართლო 50,000 მოიგე? 50,000. ხუმრობ თუ მართლა ამბობ 50,000 მოიგე, ხუმრობ? ხუმრობ, მაგრამ შევი კომედი შევიწყება, აღარ ვიხუმრობ. რა ხდება? ვაიშე რა გითხარი მე შე საიქნება რა დაიხაცა აქეთ კომედი
ბახუტუნა, ეხლა ხო შენი იმედი მაქვს დღეს ბახუტუნა. ესე დღეს მოდის ტელევიზია და აბა შენ იცი როგორ დაატრიალდები და ეხაურობ და ყველაფერი კარგად და ლამაზად რომ დაახვდეთ ხალხს. ტელევიზია მოდის? ტელევიზია მოდის, დღეს ხო იცი რომ ტელევიზია მოდის. პირდაპირ ეთერში უნდა ვიყოთ? შენ აზეზი ხარ, ბახუტუნა. დაზაზი ვარ? ადიქი ერთი ვადიქი. ტელეფონი? რა არის ადიქი ერთად? რა არის ეს ბახუტუნა? ვაიმე. დაჭმოჭნე ბახუტუნა ეხა? ვაიმე როგორ დაჭმოჭნულა? იცი რა არის? რა უნდა ვქნათ ეხლა ბახუტუნა? გამოუშვათ ესეთი მოდა და კუჭული სტილი. ყველა ჩაიწმეს. ხო იცით თქვენსაც ყველა მოიწონეთ. ყველას გაუხარდება. დაჭმოჭნოლიც გაუშვათ ცერვა. კიდე დავაჯდები ორჯერ, სამჯერ კიდე დავაჯდები, არ არის პრობლემა. აი. ვა, პრივეტები. როგორ ახარ ბენჯი? როგორ ხარ ვახტუნა? კარგად. რა შევით? რა ვიცი ტელევიზია მოდისო. როგორ ხარ? როგორ არ ჩანხარ? როგორ არ ჩანვარ? შენ ვინა ხარ? საერთოდ შენ არ ხარ ნორმალური? რომელიც არ მინახავს. რა იყო ეს რა კოლექცია იყო ბოლოს? ეს რა იყო სიგიჟე იყო? რა კოლექცია? ძალიან ნიჭიერი ხარ. იცი რა მომივიდა, იცი რა მომივიდა, კაცა? იცი რა დამემართა? აი დოლარის კურსს რაც ემართება, ეგ მომივიდა შენ ჩვენებაზე ბოლოს რო ვიყავი. ვერ გავიგე დოლარის კურსი რა არის? დავეცი, ნუ კაცა რა მომივიდა, დავეცი. აი რა თუნდა ამდენი დღეს არის ჩვენებაზე მოდის ტელევიზია, ახალ ჩვენებაზე და ჩემს სახელზეც რაღაც უნდა მკითხო. ტელევიზია მოდი რა სახელზე ეკაც? არ იცი შენ? რა სახელზე რას მეუბნე? არ იცი ბენჯი შენ რა ხდება? რა სახელზე? მე ხო რომანოზი აღარა. რომანოზ აბა ვინა ხარ? რომანოზ კამლაძე იყავი ყოველთვის და იქნები რომანოზ კამლაძის და დამიძახო რომანოზი, როგორ გეკადრება? დღეიდან მე ვარ 2 დღის უკან გავხდი ბიცოლა. ბიცოლა? ბიცოლა ხო? რომანოზ ეხლა მე მაგიჟერ კაცი. რა გაგიჟე ბიცოლა გავხდი. კაცა რა ბიცოლა გახდი არ გადამრიო რა ბიცოლა. აი მე ვეგუები ბიცოლა. ახლა მე ეცახი ბიცოლა. მე ვეგუები. მე თავიდან ბიჭოლა მინდოდა, მაგრამ ვიღაც ყოფილა ახალგაზრდა ვიღაც ბიჭოლას სახელით და ამიტომ დავერქი ბიცოლა. ბიცოლა ფორტულია კაცა რა იყო რა. აი იმებს გავიტანე. ეს კი სადა ხარ შენ? რა საკეთებ? რა ვიცი ახლა ვარ, ეხლა ბოლო კოლექციას ვამზადებ. ახალ კოლექციას, ჩემს კოლექციაზე მუშაობ ახალზე. რა კოლექცია? მამაკაცის ტყავის ქურთუკები. რა მამაკაცი, შენ ხო ქალებზე მუშაობ? რაზე? შენ ხო ქალებზე მუშაობ? და ვინ გითხრა რომ კაცებისთვის კერავ, ქალებისთვის კერავ მამაკაცის ტყავით შეკერილ ქურთუკებს ქალებისთვის. მამაკაცის ტყავით კერავ გაგიჟდები, შოკი იქნება კაცო გეუბნები. რაიმე არ ვიცი რა, ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ შენ. ეხლა მქონდა ჩვენებები ამ ბოლო პერიოდში, არ სხვათა შორის არ იყავი შენ აქეთ? არ ვიყავი ხო მე. ხო, უკრაინაში მქონდა მგონი ჩვენება, თუ სადღაც იყავი. ეხლა მქონდა ჩვენება, ესე იგი, 2 კვირის წინ მქონდა გავაკეთე ვაკეში. ხო. წინა კვირას გავაკეთე საბურთალო და ეხლა აი 2 დღის წინ რაც მქონდა, 2 დღის წინ. ხო. დიღომში. რას ამბობ ვერ გავიგე? საბურთალოდან დიღომში, ბენჯი? ვაკე საბურთალო და დიღომი ნელა მივიწევ დასავლეთისკენ ევროპისკენ მივდივარ კაცარა. სხვათა შორის ევროპაზე გავახსენდა, ეწერა რომ ბიჭოლა ვახსენდა. აი ეგ ბიჭოლა თურმე ნიჭიერი ახალგაზრდა. ეგ ბიჭოლა თურმე Fashion TV-ზე გაეჩიტა. რა ასამბო, Fashion TV-ზე მაგის ჩვენება? Fashion TV-ზე გაეჩიტა, თურმე აი იქ რომ მიდის ტიხარში რო ისმის Fashion TV ორიგინალ. აი ამას ბიჭოლა აკეთებს თუ. მართლა რა? აი ეს რა ბახტუნა, აი სუ მოძრაობაში, აი ეს რო ყავდე შემერებს ვერ გააკეთებ. ბიცოლა ვერ ვეჩვევი, მაგრამ უნდა დაგიძახო რა ვქნა. აი ნახე ბიცოლა ეს მატერია. აი ამ ნაწილს გაგა. ხო, აი ამ ეს მატერიალი. ძალიან კარგი, მე შევუკეროთ. შავი ფერია და უფრო ისე. შენიერ კარგი მოსა. უთხრა ესე იგი და რას კერო მითხარი? ბიცოლა დაგიძახო, მე ეს რომანოს არ გადამრიო. არა, რა რომანოს არ გადამრიო, ახლა. გაიყოს ბიცოლა არა იყო. რას კერავ ამ შავი ნაჭი? საპატარძლო კაბას ყელავს. საქორწინო კაბას? ხო. შავს? ხო, შავს რა მოხდა მე? რომანოს ჯერ ბიცოლა, მე რა. პატარძალს ყავს ქნარი, ახალი გარდაცვლილი 40 წელი გასულა, ახლა თეთრი თქმა დაგდება თეთრში. ხო, ზედაცილია და შავი კაბით ხოვდება. ფაიმე, ყოჩა, ძალიან კაი გოგო ყოფილა. ხო, მობზანდით. ფაიმე, ვინ არის? შეიძლება? გამარჯობა, ეს დიზაინერები თქვენ ბზანდები და სახელოსნო თქვენი, ხო? რა მინდა რომ გთხოვოთ რა? ტრუსიკი შეკერა მინდა.
რუსი კი რომ შევიგე რომ ისეთი რომ საზოგადოებაში გამოსასვლელი რო იყოს რა. მოიცა ვერ გავიგე საზოგადოებაში ტრუსიკით უნდა გახვიდეთ რა რას ამბობთ ვერ გავიგე. ახლა შეგენაცვალე საზოგადოება ჩემია და ამ ჩემ საზოგადოებაში იქნება ტრუსიკით მინდა გავლაგაც. შენ რას ლაპარაკობ? აი რაღაცა გაზაფხულის ამფულის კოლექცია შემოტრიალდეთ აბა. იბადონო. ტანკას ამოიწკიპავთ რომ რამე იყო. ერაცვალე ახლა მე გითხარით მინდა ტრუსიკი. საზოგადოება რა. ეს რა კარგი ის არის ეს საკაცო? პიჯაკი მოგეწონა. დიახ, რა კარგი. მიცოლა შეკერილი. ჩემი შეკერილია. და თან სეილია, ხო? მასდაკლებ. და ადრე მაინც მენახა კაცო ეს. ადრე მაინც შემოუსულიყავია კაცო. ახლა აიღეთ ხო რა ნიშნა? ახლა რაღაც მინდა გენაცვალე, ადრე რომ მენახა გაიყო ბაბუაჩემი მაიკი დავმარხე გუშინ წინ და კოსტუმს მოასწრებია. ეს რა მინდოდა კიდე მეკითხა რა, შემო მეუღლებ დამაბარა და თქვენ გუჩის, არმანის ან კარდენის, პიერ კარდენის რაღაც მაგიდის გადასაფარებლები ხო არა გაქვთ? არა რას ლაპარაკობთ ვერ სად მაგიდეს გადასაფარებელი და სად გუჩი და სად ის კარდენი. მაგიდის გადასაფარებელი და იატაკის მოსაწმენდი ჩაარი. კარგი გენაცვალე, კარგით. მოკლედ მაშინ მე გავიქცევი ახლა რაღაცები უნდა ვიყიდო და ეს დრუსიკის ომებზე შემოვივლი მე. ტანგაზე იფიქრე, შემოხატო ტანგას. გაზაფხულის დამხულის კოლექცია რო იყოს გრილი რა. გეგენაცო, მადლობა ყურადღებისთვის. მაინე რა საზოგადოება როგორ ის ასე სიგიჟეები გამაგებინი. იგი ხო ეს გადარეული? გაიგო რა სიზახდა გუჩი და არმანი და აპარატურა მოვიდა პაგაზის გასაფორმებლად. ამით გაუშვათ მუსიკა თუ ამით? ეს ჯობია, იცი რა კაია, ეთალზე უყურებია, კაი. ეს კი აქვს, მაგრამ ეს ამ ციმციმებია გადამწვარი ძალიან და რა გავაკეთე? ციმციმები ჩართე იმაზე და მუსიკა ჩართე აქედან. ციმციმები იმაზე ჩავთო, ხო? კარგი. ხო და ნახე ეს პირუტყვი საერთოდ ერთი და. გუჩის მაგიდაზე გადასახარებელი მინდა გუჩის მაგ ისე ამ ბრენდებს რას უშვებიან, აი რაღაცა ლეუბნები რა. რას უშვებიან ამ ბრენდებს საერთოდ რას უყეთებენ ვერ გავიგე მე. აი გუჩი ვიღაც გურამ ჩიმჩიური იძახის ჩემიაო რა ხდები? ის ვერ გავიგე. ხო, გურამ ჩიმჩიურია და გუჩი რა მაგისე. გუჩი ასე. ხო, ნუ რაღაცა საკლა ხვდები თავის მარტივი გონებით და ეს ბოსი არის, წინ დაიბრალა? ბოსი ვინ დაიბრალა? ბორია სირაძე. ბორია სირაძე და ბოსი მე ვარო, ჩემიაო. ხო, არმანი? არმანი ვინ დაიბრალა? არტურ მანასიანი როა, კაცო, თეთრიძე რო გადავდით. ხო, მანასიანი ძაღლი არმანი ჩემიაო და ჩემი საყვარელი პიერ კარდენი. ხო, საყვარლესი პიერ კარდენი. ზაური ბოლოტაშვილი იძახის ჩემიაო, ზაურ ბოლოტაშვილი ამბობს პიერ კარდენი ჩემიაო. პიერ კარდენი ზაურ როგორ თქვი? ზაურ ბოლოტაშვილი. თუ ვერ გავიგე რანაირად ეგ ზაურ ბოლოტაშვილი. არა ეს ინიციალების პონჩი არა იყო კარდენა ხელია და პიერ კარდენი კარდენა ჩემია იძახის სახელი. აი ამ ბრენდებს ასაკსუდა ემასაკეთებს. ეს პაგაზისთვის ხო რაღაცა რომ მეც რომ მოვემზადო იქნება ძალიან ორიგინალური. პაგაზისთვის კი იცი რა ქენი, თუ ტელევიზია მოდის ხო? ხო იცი ეგენ როგორები არის რა, ეხლა ესე გადაიღებენ, ესე გადაიღებენ და არგი აღადროს ბეწვია რა, ეხლა 2012 ხო? რაღაცა ჩავიცვე, არ არის პრობლემა. მოიცვი რა. დაკუჭული რო ჩავიცვა? დაჭმუჭნული ჩაიცვი. მაგალითად ამაზე, ეხლა ამ შერვას შეიძლება მოუხდეს ხო ეს? ასე გაიწიწა. აბა ნახეთ. არ ვიცი, კედელს უხდება ძალიან. კარგი რა. მოიცა, ყვითელს მოუხდება ლუჯი. ციცუცი და ლუჯი, ხე რაღაცა ისეთი იქნება. მუსიკა წავიდა 2 3 4 მუსიკა წავიდა. ხო და ძალიან კაია. კიდე რა შეიძლება ამ შარვალზე რო წავიდე. შარვალზე შეიძლება აი ეს ძალიან კარგი გამოვიდეს. ვახუტულა. და რაღაცა ორიგინალობისთვის ხარ მე ვიქრე აი ესე რო გავაკეთოთ. ახლა არის გადამრიოს თუ ყოფილვარ მიცოლა ის. ტელევიზიის ადი ახლა გამოიცა. არ წახვიდე დაჯექი ხარ. ადი ახლა ბენჯი რას ამბობ ბენჯი? ფაინი მოვიდნენ არ დაენახო. გამარჯობებით. ჟურნალისტი ვარ შეიძლება? შემოდი. რო ჩაგწეროთ ხო შეიძლება შეთანხმებულები ვარ. მე კარგად გამოვიყო. როგორ ხარ? ძალიან ამასად ხო დიდი მადლობა შეიძლება დავჯდე. გიახ დავწამდი. ბახტმა გადაიქცეს. ჩაგწერთ ხო თუ შეიძლება? ხო, რა ხდება რაზე? ესე იგი ჩვენ ვიცით რომ თქვენ ახალ კოლექცია გაქვთ, თქვით ამას და გვაინტერესებს, ანუ თქვენს ახალ კოლექციაში რა ფერები დომინირებს, საინტერესოა რა მასალას იყენებთ. ესე იგი 2012 გაზაფხული, ზაფხული მე მექნება ნუტრიები. ნუტრიებით იქნება, ნუტრიებით მინდა რომ ნუტრია იქნება. რა ხელოვნური ტყავი მე არა, არავითარ შემთხვევაში არა.
ხელოვნური მე არაფერი არ ესე იგი თქვენ ქმნით ნატურალურს და გაატყავებთ ამ ნუტრიებს და შესაბამისად ეს ჟურნალისტი ხარ თუ სადისტი მეგობარო რა ნუტრიებს გავატყავებ კი არ გავატყავებ ცოცხალი ნუტრიები იქნება დაკიდებული კუდებით პიჯაკებზე ხვდები სიგიჟე იქნება ახალი სტილი იქნება ხო ხვდები რა ეს იქნება სიგიჟე რაღაცა შოკი იქნება წარმოიდგინე ერთ ქურთუგზე რამდენიმე ნუტრია ერთად 5-6 ნუტრია გაბრაზებული რომლებიც ჩხავიან იკაწრებიან ხვდები აი ძალიან ისეთ იქნება ორიგინალური უცხო და ორიგინალურია ნამდვილად რა თქმა უნდა ორიგინალურია ბატონო ბიცოლა თქვენთან გადმოვალ კითხვით საინტერესოა ჩვენ ვიცით გვაცნობეს რომ ესე იგი თქვენ რამოდენიმე კვირის წინ იყავით მოსკოვში ახალი კოლექცია ჰქონდათ რამდენადაც ვიცით საინტერესოა ამაზე შთაბეჭდილება რომ გითხრათ და თუ შეგიძლიათ უკაცრავად რომ ანუ ეს მასალა გვინდა რომ რუსეთის ტელევიზიას გადავცეთ და კომენტარი რუსულად გაგვიკეთოთ Ну, конечно, можно, конечно. Мы, там, когда это самый был показ, мы все был очаровал Телми. Потому что это на сцене. Как-то он на мой показуха вышел на сцене, он всегда выступает, как выступает, как сказать. Да, это было потом, когда... დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩაწერილია, მადლობა, კარგად გამდიდრებით. მომასვენეს რაღაცები ძალიან საინტერესოა. მეც რა არის მასალა მზად არის უკვე და ჩვენ ამას გადავაგზავნით. ძალიან დიდი მადლობა, კარგად გამდიდრებით. რა ინტელიგენტი ბრძანდები, სადაც გადააგზავნით? პოლიციას გადაუგზავნით რა? ეს რაღაცა არის. შენ გადავაგზავნით, უკაცრავად მეჩქარება. არა, სად გეჩქარება? ჯერ მომასვენინე დრას იზავ და მერე წამტანდები აქედან რა. ერთი წუთი რა ვის უყვირი ეხლა რატო უყვირი რა აი შეგაყოფილებ და ამოდი ვიცოლა ეს იწამია ეხლა ამას გაშეკავ Алло. ვა, გაუმარჯოს, როგორ ახარ, კაცო, რა შვები? ხო, გისმენ. აჰა, ბავშვის გადმოყვანა გინდათ, ხო, ჩვენ სკოლაში? არ არის პრობლემა, კაცო. რამდენი წლის არის? 13, ძალიან კაი. რამდენჯერ არის ნასამართლები? ორჯერ? ნუ დახასიათებაც კაი ექნება, ესე იგი, ხო? დახასიათებაც კარგი ექნება, ძალიან კარგი, ძალიან ჩვენ პატიცემულო დირექტორე მოვედი. ბიჭო, სამი დაჯეკი. ხო. კარგი, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ჩვენ ვეძებთ კაცო ეგეთ ბავშვებს, ვეძებთ. კაი განაცვალე, კაი. კარგად. შიდავს. მომისმინეთ ერთი წამი, მომისმინეთ. რა დღეს იქ თქვენ? Pe normalurები თუ ხარ. გუში რა საქციელი იყო, თქვენი საქციელი. მაინც ამ ხალა დირექტორი უნდა ამაკაჩავოთ და მეუბნებოდი პატივცემულო, არ წახვიდეთ მე შატალოზე და დამიჯერეს. რატო წახვედით გუში შატალოზე, ბიჭო? თან ასე სემესტრის ბოლო ახლოვდება. რა გაკვეთილს მიცდენ თან? რა გაკვეთილს მიცდენ? არიფის დაკაჩავებას და კაი ბიჭური ფსიქოლოგი. ორივე საგანი არის საგამოცდო. რასაცდენ სრულჭკუაზე თუ ხარ? მნიშვნელოვანი ჩვენი ცხოვრებისთვის. შენ კიდე რომ დამირეკე შატალოზე მიდიანო პატიცემულობას. კარგი ვქენი პატიცემულო მასწავლებელო და. ეკენი ვიჯე კალი რა. შატალოზე მიდია პატიცემულობას. შატალოზე მიდია ახლა. აი პაროდისტია. ხო, კარგი. თუ ბიჭი ხარ წაყევი, შენც კაი შავებებნა და გვერდში უნდა დაუდგე. შენ ახლობლებს, ძმაო და შენ მეგობრებს. აიგე? ხვალ, ამიტომ აი ესეთი ცუდი საქციელისთვის დადგები მთელი დღე კუთხეში იდგები. კუთხეში? და ჩაცოცხლი არ დაგინახო, არა ხარ შენ მაგის ღირსი. საბძანდებოდით ერთ შატალოზე წასული მაინტერესებს სად იყავით? ვაფშე მოიცა, აგინდაში. ამან ვაფშე მზიურში წავიდეთ. მზიური ბიტო მე პატიცემულო მასწავლებელო, დიახ.
მაგრამ ჩვენ წავედით ზოოპარკში რა. ზოოპარკი ანდო გადამიწყვიტეთ. ეს ცხოველები და ჩვენ პონჩი არიან, რა გისოსებში არიან, სიმწო ეხა ზებრა ვერე არო ჭრელია, მაგრამ ხო როჟა. კედელშია. ზის და რაღაცა, ნუ რაღაცა არის მაგრამ მაიმუნებს კამფეტები ვესოლეთ სახეში. გავერთეს რა ერთი ზეთი. თუ კაი დავანებოთ ახლა მაგას თავი. ნუ შინაარსიანად მაინც წასულხარ. რაღაცა აპრავდანია აქ მომენტ რა. აპრავდანია როგორ ხო, აქ, მაგრამ მომისმინეთ რა მინდა მაგ თემას ჩვენ მიუბრუნდებით კიდე რა რო იცოდეთ. მაგრამ რა მინდა რო გითხრათ ბიჭო, ისტორიის მასწავლებელი რა პონჩი გააფუფლოვეთ, გამაგებული. თქვენ ნორმალურები თუ ხართ, კაცო, ბებია მოუკვდა ადამიანს და პანაშვიძე მივედი და ყვითელი საროჩკი და ჭრელი კოსტუმით იჯდა, კაცო. ხალხი ზოგი იცინოდა, ზოგი ტიროდა, ზოგი საწოდაობით, ზოგი ამის საწოდაობით. თქვენ ვერა. ან ფიზიკას როდებდია, ერთი ფიზიკის მასწავლებელს თავანი გამაგებიეთ. ერთი თვე 100 კილით დარბის ადამიანი. არ დამთავრდა, მაგანაც ვერ ისწავლა დაანებე, თავი ითამაშე ნარდი ბუქნებზე. მე გაურასხოდე. შენ ერებს ნუ მიშნიკე. თვითონ გარასხოდებული. მომისმინეთ. სარაჯს რომელმა წაართვა ლიმონკა. მე ვუთხარ. ამხელა კაცი ეხლა, ამხელა სკოლა, ამხელა შენობა არ ჩამარებული მარტო კალაშნიკოვის იმედზე, კაცო. 92 წლის კაცი. ის მუხა კიდე ამას წაგიღიეთ რომელიც აღარ მოგაქვთ ერაცვალე უკან. ვითი დაიცვეს კაცო იმან. ორი რაჟოკი ტყვია ყოფა და კალაშნიკოვი მარტო. ვერახარ თქვენ რა, ვერახარ. სხვადასხვა რა მინდა კიდე რო გითხრათ. თქვენზე მე დიდი მენდებს რო ვაყარ, მიტომ ყავხარ და კაბინეტში ახლა დაბარებული რა. მაგრამ შენ ჩაწიე ხელი. მაგრამ ვიღაცებს აქ თუ სკოლაში ნუ რაღაცებს აკეთებ და ვითომ რაღაცებს კაჭობდნენ, კეთიგენ რაღაცა, მაგრამ ვიღაცების მერე სკოლის მერე პატიოსნან ცხოვრებაზე მომივიდა ამბები. ვის ვეუნები მე? ვიჭიკაშვილი. რა ხდება რა შეა საქმე? არა მას ეხლა ნუ მასკია ბატონო დირექტორო ბოდიშ რა ვიცი ხდება რა ეხლა ქუჩაში ეხლა გარეთ სამ პატიოსთან თუ ერთ-ორ კაპიკს უშოვი და ოჯახში მივიტან და მოვახმარ ოჯახს მე მგონი არაფერი არ უნდა იყოს პატიო ასაძახი და ის პატიოსნებამ დაგიწეროს ნიშანი წლის ბოლოს მერე ჩემი 100 დოლარი რა ისწრებს მაგრამ ჩემი 100 დოლარი გოსატარი მორგეში ხარ ой зараз ის მანქანა რომ მოგპარეთ ის უაზრადის ფულის რა ისმის ო რა ისმის ვიტო დირექტორ თქვენ ცოტა ნორმალურად ილაპარაკეთ რა ნუ შემოდი რომელი ხარ ბატონო დირექტორი ისმინი რა ის მშობლების სასტავი მოვიდა და შემოუშვა ო შემოუშვი ერთი ხო შემოუშვი შემობრძანდი რა ჩემი დაიგო რა სასწავლო ნაწილი რო შემოვა არ მიესალმეთ რა რაღაც ფეხი არ ადგეთ ხო ფეხი არ ადგეთ სასწავლო ნაწილი შემოვა აუ ეს ვინ ეს ამ მშობელი რამდენჯერ უნდა მოიყვანო ეს გოგოტო რა საწვალე ვერ ვინა შადა შენი მშობელი მშობელი არ არის მაგრამ კაი ბიჭის დას მაო რა გინდა და მოვიდა რა შენ ვერა ხარდო რა კაი ბიჭის პრობლემას რა მაგდა წავალ კაი ბიჭის დების პონტი რო იქნება მე დაუძახებთ რა ჩემი ძმა რა უიზვინი რა ადი რა გადი რა შენი ვინა დავაი ის ბოგდანი შემოგძალით ერთი წუთი შენ ვე ჭუბურიძის მშობელი ზადა ი ჭუმბოს მამა როჟა იცი რა მაგარი ჭუმბო მამი რა შვები აი გაჩა ძალიან კაი ავშდები რა ფარდა ეხა რა ხდება რა თქვენი სახელი უკაცრავად ნორმალურად მოიგეცით და მშობელი გითხე და გეტყვია ეხლა ხო ძალიან კაია რომ მოხვით რაღაცა გაინტერესებს ხო შვილის პონტი ეხლა როგორია ვაფშე რას ბაზრობს და რა პონჩია ვაფშე ხო აქ და ეხლა რა ხდება რა იმენა ჭუმბურიძესთან ძალიან ისეთი პონტია რა ებინა გაკვეთილებზე არ დადის რა აცდის გაკვეთილებს და ეხა მაგას რო შევეშვად ვაფშე ცალკე მაღალ ნიშნებზე აქვს რა ტიპს პრეტენზია რა ო პრეტენზია მაღალ ნიშნებზე აქვს და
ოსტია სუხუმსკის ბიოგრაფია და ჩორნეს ბიოგრაფია თუ არ იცი, მათ ძმაო მორჩენილია რა ბაზარი, რა ისეთი პონტია რომ ვეღარ მოითხო, ძმაო მაღალ ნიშანს. არა, ძმაო, ეხლა ეგ მოითხოვება ყველაფერი ეს ბიოგრაფია, თან მაგის გარდა არასправედლივად ურტყავს ძმაოს სასტავს რა. ვის ურტყავს? კლასელებს, ჩემი ძმა. თქვენ მაგარი როჯები ხართ იმენ. წემს ამტრია მეგობრებს, ძმაო და გისმენდი მომისმინე რა დამაცადე რა. ქვეყნის განვითარება გინდა და წინსვლა გინდათ, კაცო და ეს ახალი კლინიკები რო შენდება მოგწონთ, ხო? რატო არ უნდა მომწონს? მერე თუ არ დაარტყავ ვინმეს პაციენტი არ ეყოლება იმ კლინიკას და არავინ არ დაწევს. ზრუნავს განვითარებაზე და ზრუნავს ქვეყანაზე. მამეთ რა არის ძმა რა დირექტორი ხარ? დირექტორი ასე ამოვნუა. ჭუმბო მამი არ ინერვიულო მიხედე გააგზები ჯიგრუა და აი მამი მერე ნახავთ რა მოაყომარებ რა ეხლა ბაზარი რამე თუ აქვე ვარ და დამიძახეთ რა აბა თქვენი ძმებო მაგარი კაცია მომოჩეს შენი მშობელი სად არის ერთი ხაკაცი ჩემი მშობელი პატიცორო მასწავლებელო გვენახება დაუძახო დაუძახეთ მოგდანდი რა შობელსაც ესეა შობელთა კრება აქ არის კი აქ არის ეს რადიკულიტია თუ რა გის მომიცი თქვენ ეს თქვენი შვილია მე ვინ გითხრა რომ ჩემი შვილია აბანა შვილები ვარ აი მაგას ნუ მეტყვი და სხვა რა ძინდა ის მითხარი ეს თქვენი შვილია კაცო ეს ნორმალი ერთხელ ჩემთვის ქუჩაში მოვდიოდი შემოუხვიე თუ არა დავინახე თეთრი ქვაიდო ქვაზე კიდე ბავშვი იდო მოვიხედე რო არავინ იყო ავდექი და წამოვიყვანე შენ რა არ წამოვიყვანდი მე წამოვიყვანე თუ ამას ვიტყუებოდე შენ თავს ვიწავარ ამ ბავშვიცა ვარ და აგანესაც გეფიცე მოკლედ მე ჩემი მითქვია ძმები ხართ გამიგეთ დავედი რა ვიცა ტელეფონი მირეკავს ვა პელეტო ელე დაგირეკავ მა რა მამიშვილია ეს ვიზდა ერთი სიტყვით რა ბევრი ძალიან ვეცადეთ თქვენ დაცვას რა რო იცოდეთ თელმა განათლებამ თელმა სისტემამ გაიგო ეს თქვენი უშინდელი ქცევა რა რაც იყო ძმაო ხო და განათლებიდან არის მოსული და გაეცი თქვენ თვითონ პასუხი რა უნდა დაგიგებო ხო დიმა ხო რაღაცა პატარა დააწიოკეს ბავშვებმა ხო სკოლაში არა შაშკა არა ძმაო არ ინერვიულო ხო ჯიგრები ხო კაი ძმკან დაგირეკავს დავა დაშვებით ბიჭო მოგესალმებით განათლების სამინისტროდან ბრძანდებით ხო გამარჯობა როგორ ახლა აშვებით ნო აშვებით ბიჭო რა ნო რა ეს არის თქვენი სწავლა და ეს არის შემო მთელი სამინისტრო ძმაო განათლება ფეხზე დგას ნო დიმა დარბის იმენ ბიჭო გაგიჟებულია თვითონ რა საკეთე მე მიკეთებ მაგას რა არის ძმაო რამდენჯერ უნდა გადაგარჩინო შენ კიდე რა იყო ძმობას გაბიძებ დირექტორი ხარ თუ მიაქციე ყურადღება მე უბრალოდ ჩაგაყენე საქმის გულში ამ სკოლაში არ უყურებ ძმაო და მე ძმაო ძალიან ბევრი ვიწვალე რომ რაღაცა თქვენ პონჩი რაღაცა გამეკეთებინა ეხლა მომისმინეთ რა 1-2 კითხვა მაქვს ძმაო რა ნორმალური პასუხი სიმონ და მე რომ მივიტანო უკან და უთხრა და ყველაფერი იქნება ჯეგრულად ხვდები всё მომისმინეთ კაროჩე აი ბიც მოვა ჰიპიში სპაიდერმენთან რა აი ვიცი სპაიდერმენი იჩხუბებს რა და სპაიდერმენი ქსელებში გაახვევს რა ოდიში რა სპაიდერმენი თქვენ რომელი კლასი ხართ ბიჭო მეათ ეს დაწყებითებია ბიჭო სპაიდერმენი ხვდები პატარა დაბალი კლასებში ხო აი არა მეც გამიკვირდა მაგრამ ეს ვაფშე ო არ არის პრობლემა ეგეთ სიტუაციაა კაროჩე რა სუფრასთან შედან ზის კაროჩე კაი ბიჭის ძმა, ну დაგვინდოდა, მაგრამ ამ კაი ბიჭს და არ ყავს და ამიტომ ზის ძმას. ო, გასაგები. და ზის აგრონომის. კაიგე? ბიჭო თუ მეათე ხარ თქვენს. მეათე. აი ეს უმაღლესი არ არის ეს სტუდენტების. არა, ეგ არის სწავლები.
ხო არა ძალიან რთული ერთი წუთი ბიჭო ეგეთ სიტუაცია რა კაი ბიჭი გახდება ცუდაც შეაციებს რაღაცა და ვიფიქრებს რომ всё სიცხე მაქვს და ჩაწვება რა ჩაწვება მოვა ოჯახის კურნალი ექიმი რა მისმენ ბიჭო ოჯახის კურნალი ექიმი შემოდის აბაიცე მოვიდა და короче ტიპს ნახავს რა გასინჯავს და ოპა ვეჯია вообще არაფერი არ ჭირს კარგად ხარო ძმაო არაფერი ადექი არა ხარო ცუდად რა რო გეგონა ძმაო რას იზამს რას გააკეთებს კაი ადგება და გააგზელებს შორობი გავა გარე და ჯიგულა და სვეჟა და შენს რომ გასფიქრო ბიჭო ეს შენ ვინ გეკითხება შესაძოდა რას მიკეთებ ბიჭო რა ვინ ადგება ბიჭო კაი ბიჭი ჩაწვა ბიჭო ეგონა რომ ცუდად არის ეგ აღარ ადგება ერთი სამი დღე მაინც იწვება ბიჭო გაიგე რას ამბობ თო შანსი არ აქვს იმო თავის თავსაც ვერ ეტყვის რომ შეცდა ბიჭო არ აღიარებს ნო ჩაწება მოეჭიტა რას მიკეთებ თო ტიპი თავის თავსაც არ გამოუკვება ბიჭო რომ შეეშალა ბიჭო ვის შეეშალა ძმაო რა იყო კიდე რაღაცა იმო ახი პიშობ და რაღაც უცებ ვერ ხვდები რა ის ესო კითხვა მომისმინეთ ეხლა ის ლექსი რა ქეით სწავლა არ გვინდაო რაღაც პროგრამა და რა ჰა? მე ვიცი ყველაფერი. პისუნია კატას მოყვება, ბიჭო. ყველაფერს მოყვები. მოყვებ კარგად. პისუნია კატა, წავიდა. მინდი გროშკა. პისუნია კატა, მაგიდაზე ახტა. გადმოაგდო ვაზა, ბებოც გაბრანს. დაჯექი, ბიჭო, რეებს აკეთებში. დაჯექი, მოვა. რა პიონერი ხარ, ბიჭო, რომელი კატა ახტა, ბიჭო. ახტა კი არა, აძურა, სიმონიჩალიჩა და აძურა, მაგიდაზე იქ წიხლი. რაღაც გადმოაგდო ვაზა იყო თუ გაალე მეახო ყველაფერი დალეცა გაიგე დაამტკიცა და ბებო დაძაბა ცოტათი ძმაო მე რა მოხდა ბიჭო ვინ ახტა ჩამოხტა და გააბრაზა გაებუტა ბიჭო თუ რა ბებო დაძაბა ასჯერ მაგ ნაცვამი ასჯერ მაგ შენი კლასი არ არის ძმაო ეს რა აი დავიდა სიმღერა მაინც თუ იცით რომ პროსტა ერთ-ერთი მაგით გადარჩებით რომ სიმღერა მაინც თუ წავიდა ბიჭო იმღერებ ბიჭო იმღერებ მოემზადა კლასი დავიდა საკათმეში შეპარულა მელა ქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა შენ მამალო გაჩუმე ენა შენ დედალო გამომყევი ნელა წავიდა კამანდა არაო მელა მათუ არაო არ ზამოვალა მიცანიეთ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია იყავით მოვლენების ეპიცენტრში გაიგეთ რა ხდება ქვეყანაზე იქნება გასაქცევა და გვაქვს ყველა საათსა და 15 წუთია ზუგდიდი ტივის ეთერში მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო სამხარაცემას დავიწყეთ გინაგიტრათ რომ ზამთარი აღარ არის და სტუდიაში შესაბამისად აღარ არის გადალიოდი ამიტომ ჩემ ფუტს გადავიყავ საკაზაფხულო რეჟიმზე მალოთ დავიწყოთ გადაცემა გქონღურებთ ყველაზე დუღარე შოუში მინებონია კონტენტად ეს ზუგდიდია დღევანდელი გადაცემის თემა არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცები ძალიან მძაფრი თემა იქნება სკანდალები ამიტომ სტუდიაში სასაუბრად მოვიწიეთ პირველი სტუმარი თუ შეიძლება მივესალმოთ ბატონი ნუკრი ჟალაღონიძე დამასთან გლაზუნაგლაზად დაჯილება და პრიამო სპორტში შევა ბატონი ვალტერი ესარტი ეხთხოს მივესალმოთ ბატონი ვალტერი მოგესალმებით გახლობთ რაღაც საკითხებში კომპეტენტური ადამიანი ასევე ჩვეულებრივ ინტერაქტივი მინდა გითხრათ ბატონებო და ბატონებო ინტერაქტივი შეკითხვა არის შემდეგნაირი კაცია თუ ქალია კესარია აი ეს არის ჩვენი ინტერაქტივი მიდიდებულ ნომრებზე გქონდათ და კონტაქტობთ მოკლედ როგორც შეგახსენეთ ჩვენი გადაცემის თემა არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცები გეტყვით რამეს გეშინოდეს თუ არა კაცების ტუალეტში ფეხზე მდგომი ქალების ვერცმა კაცო თუ ვერ დაქალოთ
ქალაჩულა ბიჭები თუ ქალაბიჭე გოგოები რა კავშირი აქვს ამ ორ ფენომენს ამ ყველაფერს ჩვენს გადაცემაში თუ ღარეშოვში გავარგებთ ჟიმნი მემონიასთან ერთად დიდი მადლობა მინდა გადაგიხადვა ბატონო ვალტერი რომ მოგზაურობ და გადაცემაში გადაგამონახეთ რომ მოგეხსენებათ ბატონო ვალტერი გახლავთ რაღაც საკითხებში კომპეტენტური ადამიანი ბატონო ვალტერი აი თქვენ რა მოსაზრებებს ხართ ამ ფაქტთან დაკავშირებით ახლა რა იყო ახლა აქ ვიჯექი უბრალოდ გამოვიარე შემთხვევით რა ახლა ხო და გავიგებთ რა გისმენდით რა ვიყავი ახლა რაღაცა და ახლა როგორი ამბავია იცი ჩემო გარგო რომ ცოტა ხანში ჩვენ შეიძლება იცი რა მივიღოთ ამ ყველაფრით რომ ცოტა ხანში ისე მოვიდეს ამათი ამბავი რომ კორწიში თამადა ადგეს და თქვა ჩემს ზურიგოს და ჩემს ლევანის გაუმარჯოსო იმაში რა ქვია ნებედედოფალსო და ზურიგოს ხრიდან შობლებს ვალერის და ჯიმშერის გაუმარჯოს და იგი რა კიდე მეორე მხრიდან კიდე ვახტანგის და იმას ჯემალის ხალი რო იქნება ჩასამატებელი ჩემ გარ ვინ ჩაამატოს იქ აი რა ქვია ვეფხია მოვიდეს და ის მოვიდეს რა ქვია ესა და მქვირში ვის კონდეს აურის კონდეს კიდე ხელები მქვირში ამაზეა ლაპარაკი ბატონო გიროვობა ამას გონიერი იქნება რაღაცა კომპეტენტური აზრი დააფიქსირა ბატონმა ვალტერიამ აღდგა შემდეგ კითხვა რა ბატონ ნუკლი ჯალაღონიძესთან ჯერ ეს ერთი ჯალაღონიძე კი რა ჯალაღონი აბარმე დიახაც კაია მერე ჯალაღონია რო ხარ? კაია. მაზალე კომაზა გაძებ შეგედება ჯალაღონია ხარ ჩვენ. ვიღაცა უყური ამაშა. მაინტერესებს ახლა პირველი კითხვა თქვა და განმოვა ბატონო ნუკლი. როდის მიხვდით პირველად რომ არატრადიციულ პონჩი ხართ? აი ხავე აგიხი რა სიტუაცია იყო მასში ვიყავი მე-11 კლასში ვიყავი. ხო და შემოყვანდა ერთი გოგო კეთინო. კეთო შემოყვანდა ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი მე გავიპარეთ ვარცდები. ხო გავიპარეთ მე აი მე მოგვაგრეს მშობლებმა ხვდები და მაინც ნუ კეთინო მიყვარდა იცით მე და რა ვწები აქ პროფილი მაქვს მაი ასათიანის თუ ის მაგერგანი სკანდალი გააკეთე გადა სკანდალი მაგარი რა გარიყო და რაპორტი ვაფშე გითხარი შევდა რა მაინტერესებს მე ანუ რა სიტუაცია ახლა მე როგორი ტიპი ვარ იცი ვარ მაგარი ტიპი ვარ მე აი კაცთან ვარ და ქალი მინდა და ქალთან ვარ და კაცი მინდა რაღაცნაირად მოდი და იმ დღეს დავქენი ცი სახშა ვიყვანე ორივე კაცი და ქალი და იმათ მაგარი თავის თავს მიხდეს და მე დავჭი სისაცხლა და მე ტიპი ვარ მაინც კონკრეტულად რომ მიხდა მაინც როგორ მიხდით საერთოდ რომ აი როგორ მიხდი ხავი აგიხ იცი როგორ სიტუაცია იყო შევედი სახში მარტო ვიყავი შევედი სახში დავინახე ჭურჭელი იყო დაურეცხავი ხვდები და დაურეცხავი ჭურჭელი დავინახე ამაკანკალა ხვდები რაღაცნაირად ჩინაგანად და მე ხვდები რომ ჩემში რაღაც ვულკანური რაღაც ცვლილებები იყო და მაშინ მიხდი რაღაც არატრადიციული რაღაცები იყო რა ხდება კაცო ვერ გავიგე კაცები ვართ, ქართველები ვართ, ადამიანები რაზე ვსაუბრობ? კაცობა უნდა დაამხოთ, კაცო. აღელვებული ადამიანები. კაცო, მე ორი შვილი მეძებ ხა, ორი ვაჟკაცის მამა ვარ, კაცო და შენ შვილებს რა პასუხი გავცე, კაცო? ოდითგანვე ჩვენ მოგდის ვაჟკაცობა და ესენი ვერ ამხობენ ამა გადაამბობენ. არ შეიძლება, კაცო, კაცები ვართ ჩვენ და არ შეიძლება ესე, კაცო. როგორ შეიძლება ესე, რა? ახლა კაცი ხარ, ვიდოზე არ შეიძლება. აკედა კი არა გეძებია. კაცები ვართ, კაცი. კამერა, რა. როგორი ამაშა, როგორი. დაზვა გაიგოია. აიღო სკანდალი, ავე ამას გონია რომ მაგარია. კარგი, თქვენ ახლა ნახეთ ის ტელემაყურებელი პაპილები ან ეთერში ნახეთ სკანდალი, მინდა გითხრათ სუყელას და ცოტა განტირთო რომ გავაკეთოთ, მინდა შეგახსენოთ ჩვენი გადაცემის სპონსორია ვერმიშელი ანაკლია, ოღონდ წვრილები ესკელები, კარგად რო ისტრუტება ისინი, ასევე კეფირი, ჭამეს კეფირი და ყველა კეფირი. აი ესე შემოგვიყვება. გძელდება ჩვენი გადაცემა ახლა მინდა პრემო ეფერში ჩავთო მოსკოვიდან პროსტიტუციის დირექტორი კარბატონი როინა კაპუტაროინა გესმით ჩვენი გამარჯობათ მოგესალმებით მოგესალმებით დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და გვერდებით პრემო ეფერში ეს რეკორდად დუღარის შოუ ჟემნი მემონიასთან ერთად კაპუტარო როინა საერთოდ მაინტერესებს პირველი კითხვა დავიწყებით თქვენსკენ როგორ ამბავში არის საერთოდ ეს არა ტრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცების თემა მოსკოვში რამდენად იყიდებს ფეხს საერთოდ
მე გეტყვით ზუსტად აქ ძირითადად მიმდინარეობს მშენებლობები და ნამდვილად არის მოთხოვნა არატრადიციულ ხელოსნებზე. უფრო გაგვიმარტოთ ხალხო როინა თუ საიდუმლო რასგოლიეს ყავდა ხელოსნებში. ანუ არატრადიციული ხელოსნები ნიშნავს იმას, რომ ლესავიც არის და მალე არის, ალბათ გასაგებია. და ზუსტად მე მინდა დავამატო უკაცრავად, აი ამის გამო უკვე რუსეთში არის ძალიან რთული ვითარება. ფაქტიურად ჩვენ უმუშევრები გვართ, არ გვაქვს სამუშაო და მე პირადად იძულებული ვარ, რომ ჩამოვიდე ჩემს ქვეყანაში და ჩემს სამშობლოს გამოვადგე. ძალიან დიდი როდის აპირებს გამოდო როინა ჯაბასლას. ანუ ახლა მოვა სავარაუდოდ ერთ თვეში. ერთ თვეში ხო? იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ. მე მომენატრა ღომი. მომენატრა ჩემი მეგრული ელარჯი და საერთოდ ფეხშიშველა მინდა რომ ვიტანტალო ჩემ ეზოში. გეღაწვალე თქვენ ბანტატაზა კონტალი არჯობია ჯაბოდი. ჩამომზადები და დაიწყებ ტანტას მე პირადად მოვალ და ჩავწერთ თქვენთან ინტერვიუს დღეში 2-ჯერ, 3-ჯერ, 5-ჯერ, არის ამდენჯერად შემძლებ? 6 იყო ჟიმნი, 7, 8, შენ ისეთი წამყვანი ხარ ალალია შენს. 10 იყო. აი მე ჩავწერ გასო თუ ეგრე აბა. ესეთი ამ დიდი მამობა რომ დრო გამოლიახე და ჩაგვერდეს პირდაპირ კარგად ძადდებოდეს გამატო როიმა. Целую ჟიმნი. როჩი კარგად. სანსაჟამონო ჯარკო მქონდა პასკოვიდან. მადლობ. ბეჟანა სέντო და შეყოლა და თუ გარე შოუჩი მიმებოდია და გავაჩიკავია. ახლა მაინტერესებს თქვენი მოსაზრება საერთოდ რა არის ახლა ამ თემასთან დაკავშირებით ახლა მოისმინეთ ჩარკვა. ვიცი როგორი ვარიანტია ჩემო გარო ეხლა. აქ ვიჯექი უბრალოდ გისმენდით რა. აქ ვიყავი ეხლა ხო და. ხო და ესეთი ვარიანტი არის რომ ეხლა ჩვენ ტრადიციულად ესე მე ვიცი ქალი კუხნაში. აჰა. ესე ვიცით ეხლა. მეც ვიცი კი. კაცი ვიცი რესტორანში და აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის ერთი მაინტერესებს. ვიცით რა არის ეხლა აი ამათ გონიერ ძალიან მაგარია. შეგონია მაგარი ხარ 100 კილო ნაგავი ხარ. ეს სიცილიაში არ გაიბარო ეხლა ისე ისე. ეხლა და მოგვის. ჯეცით ჩვენ ყველგანა ვართ იცი? სამზარეულოშიც ვართ. რესტორანშიც ვართ გენაცვალე. მთაშიც ვართ, ბარშიც ვართ და ყველგან ვართ. დიახაც, ყველგან ვართ. სჭურჭესა ჩვენ ვრეცხავთ. დიახაც, სამზარეულოშიც ვართ, სპალაშიც ვართ, სადაც გვინდა. გაგიწოდა ახლა. ფოტოვოლტაიკა გაგიწოდა. მოიძაღლა შენ 20 ლიტრა გვინოსო ჩახეთქავ და ჩაგისკლება მუცელი მე რეცხავ ჭურჭას თვრალი. დიახაც, რეცხავ. არ გადავიდე. დიახაც. არ გადავიდე, რაზა. როგორ ვინოს როგორ გარეცხავ თვრალი ხო ჟელეიქ და მათასმოლი არც გაირეცხება, კარგად მოდი და უწყარი აიგე. სკანდალს ვერ აკეთებ სკანდალი. ცერა კორპლემი გააკეთა ხომ როცა რაღაცა ზნოს ვიტყი გაიგე კორპლემი ჩაკეთე გააკეთე ცერა კარგი დიახ გისმენთ კიდევ რა შეიძლება არის რაზე ლაბარაკი ჩემო კარგო რომ ეხლა ესენი ისე მომრავლდნენ ჩემო კარგო ეს არატრადიციული ამბავი რაც არის ქვაროა დო გეულები არატრადიციულს დაეცემა რა დაეცეს გაზო დაეცეს რა ქვია სახელის გადაყვა სტამის გადაყვა არ ჯობია ცერა გადაიღე სერა ბეჯარ კითხარი ბზუ რა აზუსო ვიტყვი დაიგე ხოდა ჩემო კარგო ეხლა აქ ვიყავი რა ისმენ შეგვაგა ხარკაცოგი რამდენია უკვე როგორი ამბავი იცი ეხლა ფსიქოლოგიურად ჩემო კარგო ეს მოქმედებს ეხლა ჩვენ თუ ვიყავით ადრე უმრავლესობაში ესენი უცებ ეხლა პირიქით არის ესენი არიან უმრავლესობაში და ჩვენ ვართ უმცირესობა ბიჭო ფსიქოლოგიურად ეხლა ეს მოქმედებს გამიგე? ბოდი შეხლუსავდა. ფსიქოლოგიურად გაჩვენებ ეხლა შენ რა რო იცოდი. ფსიქოლოგიურად მოქმედებს იმიტომ რომ ეხლა ესენი რომ უმრავლესობა არიან რო უყურებ ეხლა ჩემზე მომწონს უკვე გაიგე მეც ეხლა ეს რაღაცნაირად და. ვიმომწონდა ეხლა არ ვიცი საღამოს თუ აღარ დაგავებული გავიზეინო მაგალითად. სადღაც იცი რაღაცნაირი ხარ იცი მართლა. რა უყურე? ანუ მე მოვწონვა რამ იდიოტსამდე გენერატს ამას? იდიოტი და ის ავიდა იდიოტები ჩვენსკენ მოიგით უზრდელი ხარ ვიღაცა ხარ რა უზრდელი ხარ მაღაზია და მე ვარ უზრდელი მოდი ეხლა შაცი ეხა მართლა და მართლა ეხლა იცი რა მაგსა თვალებში შაქტერი ისა რა ქვია თვალებში უკვე აუ შენ თუ თვალები არ დაგახუჭინო მე არ ვიყო რაგირა რა იმე კრემი გატი კრემი Edi dodi,
კავაჯი გავარია. ხევანდელი გადაცემა ეს ყადაგურად მთავრდება. დუღარე შოუ ჩემი მემოლია და ერთად მინდა გითხოთ, შეხვდებით ორი კვირის შემდეგ, იმიტომ რომ შაბათ კვირა უწევდა ქორწილებია. ლაივები გელით პირდაპირ ვირtualზე მოგურებდება. ერთი წუთი. შემდეგ გადაცემის თემა იქნება სუროგანის დედები და კოთორანი მამები არ გელადოთ. Heli,